თავი მეორე. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო. ყოვლის განკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს. ვინაიდან სხვისა განკითხველი იმასვე სჩადიხარ. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჭამდენთათვის. შენ კი ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჭამდენს და თვითონ იმასვე აკეთებ. ნუ თუ გონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს. თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისაკენ მიხავხარ. ხოლო შენი სიჯიუტი და მოუნანიებელი გულით შენ თვითონ იხვეჭ რისხვას, ღვთის რისხვის და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუძღავს. მათ, ვინც კეთილის საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას საუკუნო სიცოცხლეს. ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას, რისხვასა და გულის წყრომას. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს ჩადის. იუდეველს ჯერ და ბერძენსაც. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს. იუდეველს ჯერ და ბერძენსაც. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესწოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესწოდეს, რჯულით განიკითხებიან. იმიტომ რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართულებიან. ვინაიდან როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულის მიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არ აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები. ხან ბრალს რომ სდებენ ერთი მეორეს და ხან ამართლებენ. იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეთი. აჰა, შენ ქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით. იცი მისი ნება, არჩევ უკეთეს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია და დარწმუნებული ხარ, რომ რმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში. როგორა სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი. ქადაგებ არ მოიპარაო და იპარავ. ამბობ არ იმრუშოო და მრუშობ. კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა თუ რჯულს აღასრულებ. ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინა დაუცვეთლობად იქცა. მაშ თუ წინა დაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განამისი წინა დაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება? ბუნებით წინა დაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს. ვინაიდან იუდეველის კი არ არის, ვინც გარეგნულა და ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულა და ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.